სტუდიაში მასპინძლობთ ტერა ლიზინგის ხელმძღვანელ გუნდს, კომპანიისა, რომელიც სულ რაღაც 2 წლის თავზე გახდა ლიზინგის ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე საქართველოში. 2023 წლის ივნისში ბაზარზე შესვლის შემდეგ ტერა ლიზინგი დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულად ჩამოყალიბდა, მისი პორტფელი კი 50 მილიონ ლარს გასცდა. კომპანია განაგრძობს ზრდას, როგორც დაფინანსებული სექტორების, ასევე პარტნიორებისა და მომხმარებლების კუთხით და სტაბილური ზრდისთვის, ასევე გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად ტერა ლიზინგი მიმდინარე თვეში ხელს აწერს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, ინეკო ბანკთან, რის ფარგლებშიც მოიზიდავს 5 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსებას. თუ როგორ გამოიყურება ტერა ლიზინგის პორტფელი და რა გეგმები აქვთ გუნდში? სიახლეების მოსაკითხად სტუდიაში უმასპინძლობთ ლევან გოგორელიანს, ტერა ლიზინგის კომერციულ დირექტორს და ასევე ბექა ვახტანგიშვილი, ტერა ლიზინგის პროდუქტების განვითარების დირექტორი არის. დღევანდელი საქმე სტუმარი. დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის. ლევან, თქვენთან საუბრით დავიწყებ რა ნაწილში ნახეთ, როგორც შესავალში ნინიმ გააც ჩვენ საქმიან საზოგადოებას 2 წელიწადზე ოდნავ მეტია, კი ბატონო, რაც ტერა ლიზინგი არსებობს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი, არის კონკრეტული შედეგები და ზრდა, რომელიც გამოხატული არის უკვე ჩამოყალიბებულ პორტფელში, ჩამოყალიბებულ კლიენტურაში, ურთიერთობებში. ჩემი თემა შემდეგია. ციფრებში ეს არის გამოხატული 50 მილიონ ლარს გადაჭარბებული პორტფელი და მეორეს მხრივ თქვენ აგრძელებთ დაფინანსებაზე, სტრუქტურაზე, მუშაობას ამ დაფინანსების სხვადასხვა ვარიაციებზე. ვიდრე გადავალთ იმ თემაზე, რასაც ქვია უკვე ინეკო ბანკი და ამ ბანკსაც უფრო ახლოს გავაცნობთ საზოგადოებას, თუ შეიძლება დღევანდელი სტატუსი კომპანიისა, რა ზრდა განიცადა ტერა ლიზინგმა დაარსების დღიდან ვიდრე დღემდე და რა ეტაპზე ვართ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ესე იგი, სწორად აღნიშნეთ, ტერა ლიზინგი როგორც ბრენდი დაფუძნდა 2 წლის წინ ტერა ბანკის ხოლმის ქვეშ, ანუ ვიყავით ერთი იურიდიული პირი, თუმცა წელს 2025 წლის მარტში მოხდა ბანკიდან გამოყოფა კომპანიის, დაფუძნდა ახალი იურიდიული პირი, SS ტერა ლიზინგი და აპრილიდან ვაგრძელებთ ცალკე დამოუკიდებელი კომპანიით ზრდას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერა ბანკი არ სტარგამხრალა, რჩება ჩვენი საკონტროლო წილის პაკეტად და ჩვენი როგორც ინსტიტუციის მდგრადი განვითარების გარანტად. ზრდებს რაც შეეხება, მეორე კვარტალი ჰქონდა შთამბეჭდავი დაახლოებით 30% გავიზარდეთ წინა კვარტალთან შედარებით და მივახციეთ, როგორც ვახსენეთ, 50 მილიონის პორტფელს. 25-ია საუბარი. 25 დიახ და უკვე მემსახურებით დაახლოებით 150 კომპანიაზე მეც. არიან თუ არა აქტიურები ფიზიკური პირებიც, ლევან, ან და თქვენ პორტფელში რამდენად შედის ეს მიმართულება, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული? კი ბატონო, იცი რა ის ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესებს ვაფინანსებთ, აი ძალიან იშვიათად რომ ფიზიკური პირი დავაკრედიტოთ, თუმცა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ხდება უკვე ფიზიკური პირების დაფინანსება და ეს ზუსტად მაგ პროდუქტზე სალაპარაკოდაც მოვედით რომ დავაანონსოთ, რომ ვიწყებთ ფიზიკური პირების ავტომობილების ძალიან დაფინანსებას. ხალხისა ვარ ესეთი ხარდამჭერი ლიზინგის და მინდა რომ ფიზიკური პირებიც მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროდუქტში და ეს იყო მიზეზი კითხვისა. ბექა, მაშინ ვუთხრათ ჩვენს საქმიან მაყურებლებს აი ამ სიახლეების შესახებ, რომელიც გიორგისაც ასევე აინტერესებს ფიზიკური პირების კუთხით. კი ბატონო, ანუ ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ლევონმა ახსენა, მოხდა გამოყოფა ბანკიდან. პირველ რიგში შევეხები იმას, რომ საკმაოდ დიდი რესურსების მოზიდვა მოხდა. როგორც ადგილობრივი ბანკებიდან, ისე საერთაშორისო ბანკიდან უკვე პირველი პრაქტიკა გვაქვს 5 მილიონი დოლარის მოზიდვის ფაქტი, რომელიც უკვე თვის ბოლოს დაკონტრაქტდება და ოფიციალურად ეს იქნება პირველი პრაქტიკა ჩვენთვის ტერა ლიზინგისთვის, რომ საერთაშორისო ბანკიდან ვიზიდავთ რესურსებს და შესაბამისად უკვე მოგვეცა იმის საშუალება, რომ უფრო გავშალოთ ფრონტი და ბევრი მიმართულებით მოვახდინოთ პორტფელის ზრდა, მათ შორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც მუშაობთ და უნერგავთ, არის ავტოლიზინგი, ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება და ზუსტად ანუ ავტოლიზინგის მიმართულებით გვინდა რომ შევიდეთ რიტეილშიც ფიზიკურ პირებსაც შევთავაზოთ ეს პროდუქტი. შესაბამისად უკვე სექტემბრის ბოლოდან მოხდება თითქმის ყველა ცენტრთან ჩვენი მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი, ანუ პროდუქტის სწრაფი ავტოლიზინგის პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს შეეძლებათ რომ ფაქტიურად ერთი დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფი პროცედურებით შეძლონ ახალი ავტომობილების ცენტრიდან გამოყვანა. ეს პროდუქტი იქნება როგორც ფიზიკურ პირებზე, ისე იურიდიულ პირებზეც რჩება და მთავარ აქცენტს ვაკეთებთ რისი საჭიროებაც არის ბაზარზე, რომ სწრაფი მოქნილი პირობები გქონდეს პროცედურები და ფაქტიურად ერთი დღის ვადაში მოხდეს ავტომობილის გამოყვანა ყოველგვარი ფიზიკური პირები.
შემოდიან უკვე. ინეკოზე მინდა სანამ კიდევ ჩავშლით ამ თემას, ცოტა მეტი ვთქვა, რას წარმოადგენს ეს ბანკი? ტერა ლიზინგის ისტორიის პირობებში პირველი საერთაშორისო ბანკია, ვისთანაც კონტრაქტებით, მე როგორც ვიცი, მანამდე მოზიდვა ძირითადად ადგილობრივი რესურსებით ხდებოდა, სწორად ძირითადად ეს პორტფელი და გამოყოფის ნაწილი დააფინანსა ადგილობრივმა ბანკებმა, თითქმის ბანკების უმეტესობა ჩვენი კრედიტორები არიან, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო რესურსის მოზიდვა და ეს პირველი პრეცედენტია ჩვენთვის დღეს და ხო ინეკობანკი სომხეთში არის საშუალო ზომის ბანკი, საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო სხვადასხვა ახლო რეგიონში ბაზრებზე შესვლით და ეს პროცესი პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მარტივად წარიმართა ბექა. ერთი თვის ვადაში ეს შეხვედრები due diligence-ი ჩატარდა, გადაწყვეტილება გვითხრეს და ეხლა უკვე რაღაც კონტრაქტინგის ეტაპზე ვართ და ძალიან ვახარებს ეს ფაქტი. თვითონ ეს ფაქტიც, რომ პირველი პრეცედენტი შედგა, იმის გვაძლევს, რომ და გეგმებიც ზუსტად ეს გვაქვს, რომ ეს პრაქტიკა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო რესურსები მოვიზიდოთ. ინეკოს გამოყვება და მე მესამე და მეორე. ეს გეგმები გვაქვს საკმაოდ აგრესიული და ამბიციური გეგმები. ანუ მას შემდეგ რაც ტერა ლიზინგი დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი შეიძინა ტერა ლიზინგმა, ანუ შესაბამისად უფრო მეტად მოქნილი გახდა გადაწყვეტილებების მიღებაში და ეს როგორ მიიღო პარტნიორებმა? სალიზინგო ინდუსტრიაში არის ეგეთი პრაქტიკა, რომ ლიზინგის უფრო მეტად განვითარებისთვის და უფრო მეტი მოქნილობისთვის უმჯობესია სალიზინგო კომპანია, როგორც ცალკე იურიდიული პირი ისე ფუნქციონირებდეს და არა ბანკი, როგორც ბანკის ერთ-ერთი განყოფილება. ამიტომ ზუსტად ამ მიზეზით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და განვახორციელეთ, ლევანმაც ისაუბრა, მე ვფიქრობ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და კომპლექსური დემერჯერის ოპერაცია, ძალიან დიდი ხანი გამოყოფას გულისხმობ, ხო? კი, ზუსტად წლის დასაწყისში მოხდა ეს და ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით, იმიტომ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია დემერჯერი. შესაბამისად, რამოდენიმე ათეული მილიონის აქტივის გადმოტანა მოხდა ტერა ბანკიდან ტერა ლიზინგის მიმართულებით და მოახერხეთ ის, რომ ფაქტიურად ეს პროცესი წინასწარ დაუგეგმეთ და ერთ დღეში მოხდა ეს ტრანზაქცია. ფაქტიურად ერთ დღეში გადავიტანეთ სრული პორტფელი ტერა ლიზინგის ბალანსზე და შემდეგი დღიდან უკვე გავაგრძელეთ კლიენტების მომსახურება. სერვისი, ანუ ფულის მიწოდება და კლიენტების აკრედიტება ფაქტობრივად არ გაგვიჩერებია, მეორე დღიდანვე გავაგრძელეთ და გამოყოფამ კიდევ ის განაპირობა, რომ უკვე ანუ მაინც აქამდე უფრო ლიკვიდურ აქტივებს ვაფინანსებთ, რომ დაბალ რისკიანს, ყოველ შემთხვევაში ასე ვცდილობდით და მას შემდეგ უკვე შევძლებთ, რომ სხვადასხვა ინდუსტრიაში შევსულიყავით, როგორც არის ეს ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ხო? რეალურად როგორც არის მაგალითად წარმოების სექტორი, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნა არის მანქანადარების გადაიარაღებაზე და ერთ-ერთი სტრატეგიული სექტორია არა მარტო ჩვენთვის ქვეყნის დონეზეც კი დიდი მოთხოვნა მოდის ასევე სამედიცინო სექტორიდან, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები ვითარდება და მისი გადაიარაღება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. და პრინციპში ამ მიდგომით საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი გამოვიდა უკვე რაც გამოვიყავით და გავაგზავნეთ ზრდა და მივახცეთ 50 მილიონს. ნუ მეტი ზრდის შესაძლებლობაც გვაქვს უკვე, იმიტომ რომ ზუსტად ეს სწრაფი ავტოლიზინგის პროდუქტის პრაქტიკა გვინდა გადავიტანოთ სხვა ინდუსტრიებშიც, მაგალითად სამედიცინო მიმართულებით კონკრეტულ ძირითად საშუალებებზე გავაკეთოთ სწრაფი პროდუქტები სამომავლოდ, იქნება ეს მედიცინა, წარმოება თუ სხვა ინდუსტრიები და ამით უფრო შედარებით მეტი ადამიანისთვის და მეტი ბიზნესისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი ძირითადი საშუალებები. ბეკა, ლევან, თუ სწორად გავიგე, თავი რომ მოუყაროთ ჩვენ ასაუბრებს, ანუ საუბარია, რომ თვის ბოლოს 5 მილიონი დოლარის დამატებით რესურსზე ხელმოწერასთან ერთად ტერა ლიზინგი ფაქტიურად აანონსებს არა მხოლოდ ავტოლიზინგის, არამედ სხვა მიმართულებებითაც საკმაოდ აგრესიულ გასვლას ბაზარზე. სწორად გავიგე რეზუმირების სახით. დიახ, ძალიან კარგი შეჯამება იყო, ვიგებდი. ანუ ეს ფინანსები და მოზიდული თანხები გვჭირდება, რომ დავაფინანსოთ ჩვენი მომდენო ზრდები საკმაოდ ჩემს აქამდე შტამბეჭდავი გვაქვს, თუმცა გეგმებში კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს და ამ ყველაფერს ჭირდება როგორც დაფინანსება, ასევე მომხმარებლისთვის შეთავაზება სხვადასხვა პროდუქტების, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაც კონკრეტულად ერთი ფინანსური ლიზინგით ვერ განვითარდები და ვერ გახდები გიგანტი და ეს ჩვენი დიდი მიზნები პრინციპში უკვე ძალიან კარგად მიდის დღეის მდგომარეობითაც და ვფიქრობ, რომ ასე წინარჩუნდება. ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გავხდით ზომით მეორე სალიზინგო კომპანია ბაზარზე. რასლობარო? დიახ, ანუ პორტფელის ზომით უკვე მეორე კომპანია ვართ საქართველოს ბაზარზე
და კიდევ უფრო აგრესიული და ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი წლებისთვის და ამისთვის ზუსტად საჭიროა ის დივერსიფიკაცია, რაზეც ვისაუბრობ. ესე იგი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვინიშნოთ სექტემბრის ბოლო, როცა ოფიციალური ცერემონიის სახე ექნება და აქტივობის ინეკოსთან ამ ყველაფრის გაფორმებას და შემდგომ უკვე თქვენი აქტივობები, როგორც დაანონსეთ ავტოდილერებთან, რომელიც თითქმის ყველა ცენტრთან მოეწერა ხელი და აქედან გამომდინარე ფიზიკური პირი იქნება თუ კომპანიები, რომლებიც ავტოიმპორტით და სხვა თამდევი საქმიანობით არიან დაკავებული, ისევე როგორც სამედიცინო წარმოების თუ სხვა სექტორები, ტერალიზინგის კარი ღიაა საიმისოდ, რომ მიიღონ შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომელიც წარმოადგენს არაჩვეულებრივი პირობებით საბანკო სესხის ალტერნატივას. ზუსტად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ტერალიზინგს და ძალიან დიდი მადლობა იმ ბევრი ინფორმაციისთვის, რაც გადმოგვეცით, მათ შორის ბაზარზე პოზიციონირებასთან მიმართებითაც, იგულისხმება თქვენი პორტფელი და პოზიციები ბაზარზე. ველოდები, რომ მინიმუმ გაორმაგდება თქვენი პორტფელი უახლოეს მომავალში, წლის ბოლომდე აქვს ლიზინგს ეს პოტენციალი და იმ გუნდს, რომელიც ტერალიზინგში არის წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, შეგახსენებთ, რომ საქმეინდივილას ამ ბლოკს სტუმრობდნენ ტერალიზინგის კომერციული დირექტორი ლევან გოგორელიანი და მადლობა ასევე მობრძანებისთვის ბექა ვახტანგიშვილს. ბექა გახლავთ ტერალიზინგის პროდუქტების განვითარების დირექტორი.